საყვარლის საფლავს ლეძებდი ვერ ვახედა გარგული ხარ ულამოს პლინის ტიროდი სადა ხარ ჩემო სულიკო ულამოს პლინის ტიროდი სადა ხარ ჩემო სულიკო ეკალში ვარდი შევლიშნე 2023 წლიდან უკვე ტარდება და წელს მესამედ გაიმართება აკაკის პრემია სხვითორი, რომელსაც თან ახლავს აკაკის მედალით. კონკურსი იმართება 4 სახეობაში: საბავშვო მწერლობა, პოეზია, პროზა და კრიტიკა. აღნიშნული კონკურსის ინიციატორი გახლავთ, რა თქმა უნდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი და რომ არა უდიდესი მხარდაჭერა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ღირსებოდა ჩატარებას ეს ძალიან ღირსეული კონკურსი. იგი უფრო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წელს აკაკის 185 წელი სრულდება და ამ წელს გამარჯვებულებს კიდევ მეტად ალბათ ემახსოვრება ის მოპოვებული ჯილდო, რომელიც დამსახურების მიხედვით არსებული ჟიური მიანიჭებს ამა თუ იმ პიროვნებას. დიდი ტრადიცია აქვს საჩხერეს. მოგეხსენებათ აკაკის იუბილე პირველი გაიმართა 1940 წელს 100 წლისთავი, მეორე 120 წლისთავი 60 წელს და ასე შემდეგ და ესე იგი 185 წლისთავი იმითაც უნდა გამოირჩეოდეს ყველასგან, რომ ჩვენი თავი თვითონვე გვეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ აღარა ვართ დამოკიდებული ვინმეზე და აღარ დაგვჭირდება იმის გამოფენა, რომ აუცილებელი იყო გვეთქვა, რომ აი პარტიის დიდი მზრუნველობით, ხელისუფლების დიდი მზრუნველობით ტარდება აკაკის იუბილე და ასე შემდეგ. ამდენად ეს ძალიან ღირსეულად უნდა ჩატარდეს, ვინაიდან საქართველოს ის ნაბიჯი გადადგა, რომლისკენაც ილია და აკაკი მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავს დებდნენ და შესწირეს კიდეც თავიანთი სიცოცხლე დღევანდელი დღის მოპოვებას. ამ კონკურსს აფინანსებს, სრულად აფინანსებს ქალაქის მერია და საკრებულო და წელს უკვე მესამედ ჩატარდება ეს კონკურსი. მე მინდა მადლობა მოვახსენო თვითმმართველობას, ქალაქის თვითმმართველობას გაწეული 8 წლისათვის და გარდა ამისა მინდა მოგახსენოთ, რომ 2013 წელს ლიტერატურის ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი აკაკის 20 ტომეულის გამოცემა. ეს არის სრული აკადემიური გამოცემა. გამოგვიდა 10 ტომი 13-14 წლებში და შემდეგ იყო ხანგრძლივი შესვენება ფინანსური პრობლემების გამო. და გასულ წელს გამოიცა დამატებით კიდევ მე-11, მე-12, მე-13 ტომი, რომლის დაფინანსება გააკეთა მუზეუმის ფონდის მცველმა ქალბატონმა კლარა მაჭარაშვილმა და ქალაქის თვითმმართველობამ. ეხლა 185 წლისათვის ქალაქის თვითმმართველობამ კიდევ გამოყო თანხა და გაგრძელდება ამ ტომების გამოცემა და წლის დასასრულს უკვე გვექნება 15 ტომეული 20 ტომეულიდან. რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ლევან ივანაშვილს, ბატონ გაგა დარბაიძეს, ბატონ ოთარ ომიაძეს. გარდა ამისა მინდა მადლიერება გამოვხატო საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი პაატა კვიჟინაძის მიმართ, რომელიც ძალიან გვერდით დაუდგა, დიდი სიკეთე გააკეთა აკაკის მუზეუმელებისათვის და უღმესი მადლობა მას. დიდი მადლობა ბატონებო ყველაფრისათვის.
დიდია თქვენი 8 წელი მუზეუმის თანადგომა და თქვენი სიკეთე მუზეუმისადმი და დიდი მადლობა რომ თქვენ ასე გიყვართ აკაკი და აკაკის მუზეუმი. წელს უკვე მესამედ ტარდება პრემია სკვითორი, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიმ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმმა დავაარსეთ. ფინანსური ნაწილი გახლავთ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ნაწილი ამ შემთხვევაში ძირითადად ასე იგი ეს კონკურსი მოიცავს პრემია სკვითორი სხვადასხვა მიმართულებებს, პოეზია, კრიტიკა, პროზა, სამართლიანი ლიტერატურა და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან აკაკის დაბადების დღეზე 21 ივნისს და ფულადი ჯილდო გახლავთ 1000 ლარი თითოეული შემთხვევაში, რაც ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ინტელექტუალ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ და ერთგვარი წახალისება იქნება და სტიმული მათთვის, რომ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ნაწარმოები შეიქმნას ამ მიმართულებით. რაც შეეხება ესე იგი აკაკის საიუბილეო თარიღს, ჩვენ წელს გვაქვს აკაკის 185 წლის იუბილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ეწყობს მზადებას, ასე ვთქვათ, რომ ეს წელი ღირსეულად იქნეს აღნიშნული საჩხერეში და მივაგოთ ისეთი პატივი ჩვენს მგოსანს, როგორცაც იმსახურებს. Shen ma shor is